Ძვირფასო მეგობრებო, დღეს მთელი ქრისტიანული სამყარო სიხარულიძე იმბობს ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენ დღეს სიხარულით ვიხსენებთ იმ ისტორიას, რომელიც დაიწყო ტკივილით, გაიარა რთული გზა და დაგვირგვინდა გამარჯვებით. ხოლო მანამდე წმინდა წერილში ვკითხულობთ, რომ იყო ჯვარცმა, იყო ტკივილი, იყო სიბნელე. როცა თითქოს და ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ეს არ იყო დასასრული. მესამე დღეს დილით საფლავთან მისულებს საფლავი цаრიელი დახვდათ. იესო აღსდგა მკვდრეთით. და ამ ერთმა მოვლენამ შეცვალა ყველაფერი. იქ სადაც იყო შიში, გაჩნდა მშვიდობა. იქ სადაც იყო ტკივილი, მოვიდა ნუგეში. იქ სადაც იყო სიკვდილი, იშვა ახალი სიცოცხლე. ეს ამბავი მხოლოდ წარსულის ისტორია არ არის. ეს არის ცოცხალი იმედი დღევანდელი დღისთვის. ხანდახან ჩვენ ცხოვრებაშიც არის ისეთი მომენტები, როცა თითქოს ირგვლივ სიბნელეა, როცა პასუხი არ აჩანს. როცა გონია რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ყოველთვის დგება ის დილა, მოდის სინათლე. ზუსტად ამას გვახსენებს ჩვენ აღდგომა. როგორც მესამე დღის დილით მივიდნენ მისი მოწაფეები და დახვდა цаრიელის საფლავი და მათთვის ყველაფერი შეიცვალა, ასე იცვლება ჩვენთვის, როდესაც რწმენით მივალთ უფალი იესო ქრისტესთან და ვირწმუნებთ მისი აღდგომის ძალას. ქრისტეს აღდგომა ნიშნავს, რომ სიბნელემ ვერ გაიმარჯვა, სიცოცხლემ გაიმარჯვა და ჩვენი იმედი ცოცხალია. მინდა გისურვოთ, რომ ეს იმედი და მშვიდობა იყოს თქვენს გულებში, თქვენ ოჯახებში, ღმერთმა გაგაძლიეროთ ყოველდღიურ გზაზე. ქრისტე აღსდგა. გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და ღვთისმადლი და წყალობა არ მოკლებოდეს არც ერთი ჩვენთაგანის ოჯახს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს და განდიდდეს უფალი.